რატომ მაკლდება გამომწერები ყოველდღე? არა და კარგ ვიდეოებს ვიღებ. პირველ რიგში ჩაისუნთქე, ამოისუნთქე. ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს. წარმოიდგინე, რომ შენი გვერდი ესკალატორია, რომელზეც თუ გაუნძრევლად იდგები, უბრალოდ ჩამოდიხარ უკან. იმისთვის რომ ზემოთ აირბინო, წარმოიდგინე ამაზე ბევრჯერ უფრო სწრაფად უნდა იარო, რომ უფრო ზევით წახვიდე. სულ ერთია იღებ ვიდეოს, არ იღებ, კარგს იღებ თუ ცუდს, მაინც საშუალო სტატისტიკურად 0.3% შენი გამომწერების ყოველდღიურად დაკარგდება. შესაბამისად, რაც უფრო მეტი გამომწერი ყავს, უფრო მეტიც გაკლდება. და მაინც, რატომ გაკლდება ეს გამომწერები? სამი მთავარი მიზეზია. პირველი, შესაძლოა ის პრობლემა, რასაც შენ აგვარებ, ადამიანმა უკვე მოაგვარა, შენი დახმარებით ან სხვისი დახმარებით. მეორე, განსაკუთრებით Instagram-ზე გამომწერების სტატუსის სიმბოლოა. ზოგს მიაჩნია, რომ მის სტატუსს აკნინებს თუ ბევრი ადამიანის გამომწერია, ამიტომ რეგულარულად შლის ადამიანებს. და მესამე ყველაზე ხშირი. თუ შენი გამომწერი მოვიდა აბსოლუტურად არათემატური ვიდეოდან და დახვდა აბსოლუტურად სხვა შინაარსის ვიდეოები, ეს განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ეტაპზე, თუ მაგალითად ნიშა შევიცვალეთ. რაც მთავარია, ეს სამივე მიზეზი ნორმალურია. როგორც გითხარი, უბრალოდ ესკალატორზე უფრო სწრაფად უნდა ირბინო, ვიდრე ის ჩამოდეს ნელ-ნელა ქვემოთ. გაუგზავნე ეს ვიდეო მეგობარს, რომელიც ნერვიულობს და გონია, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს.